ბაზალეთისა ტბის ძირას ოქრო საკვანი არისო და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო. ბაზალეთი დუშეთის რაიონის მნიშვნელოვანი პუნქტია. ალბათ უძველესი ლეგენდის მადლითაა, რომ ახლომდებარე 16 სოფლის მოსახლეობა თავს ბაზალელად თვლის და ამაყობს კიდე წამით. ლეგენდის თანახმად აქ ებრძოდა დევებსა და ავსულებს ბუნბერაზი იახსარი. აქ ბაზალეთის ტბის ძირას ჩაუდგამს თამარ მეფეს ოქრო საკვანი და ერმა თვისი ცრემლი ზედ ტბად დაადინა. ბაზალეთის სანახებში დაბრძანდებოდა დიდი ილია. ყველაფერი ეს იმედით ავსებს ბაზალელ კაცს. ცხოვრობენ, შრომობენ, არაცივებენ თავიანთ კერას. ერთ-ერთი ზამთარიც გადაიტანეს. ხნული გაავლეს, ცხარი გამოაზამთრეს. თაშიც მოვიდა გაზაფხული. საცა ხეებიც აფეთქდებიან. ნათესები აყვავდება, ფუტკარი გამოიშლება. ფუტკართან მუშაობა და ფუტკრის სიყვარული ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. ჩემი მამა პაპიდან მოდის ეს ფუტკრების სიყვარული და დღემდე აი ამ ტრადიციას ვაგრძელებთ და მივყვებით. ეხლა მყავს 26 ოჯახი აქ ბაზალეთში. 20 ოჯახი თაში არის. აი ეს პერიოდი ფუტკრისთვის ცოტა არასასურველი პერიოდია, იმიტომ რომ ცივა ეხლა ფუტკარი დაგუნდებულია, გუნდათ არის და ეხლა ამჟამად მე ამ ფუტკრებთან საზამთრო სამუშაო დასრულებული მაქვს, იმიტომ რომ ყველა ფუტკარი დათვუნებული მყავს, ყველას თავისი ზამთრის მარაგი აქვს დატოვებული. და აი ესე გაიზამთრებს და ჩვენთან ცივა მთიანი ადგილი რო არის ფუტკარი ცოტა გვიან იღვიძებს და გვიან გამოდის ამ ყვავილზე. ეს ფუტკარი არის ქართული რუხი ფუტკარი. ჯიშებში ყველაზე ძლიერი ფუტკარია საერთოდ ქართული რუხი ფუტკარი. განსხვავება იმაშია ამ ქართული რუხ ფუტკარსა და იმ სხვა ჯიში ფუტკრებს შორის, რომ ქართული რუხი ფუტკარი ხორთუმი აქვს გრძელი და აი რასაც ის სხვა ჯიშის ფუტკარი ვერ აწუდება იმ ყვავილის წვენს და ვერ იღებს, ქართული რუხი ფუტკარი ამ საქმეში ძალიან ძლიერია და ჩადის ბოლომდე იმ ყვავილში და იმ თლიან წვენს იღებს და მოაქვს სკაში. ინკანსატორი მობრძანა ჩემთან. დენის გადასახადი გადაიხადა. მრიცხვეს რა თუ წერია ცოტაო. არ იყო დენი და ბევრს როგორ დაწერდა. ალბექი და ლამპაზე შევაერთი პროდით. მაინც ვერ დაწერა. რა ბაზალელები, უნდილაანთი, ვარსიმაანთი, გრიგოლაანთი, ჩუბინაანთი და სხვანი ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ. ყავთ ცხვარიც. ხნავენ მიწას, მოჰყავთ ხორბალი, ქერი, სიმინდი. აცხობენ რიტუალურ ქადებს, რომლებიც ჭირსათულ ხინში სუფრის აუცილებელი ნაწილია. ტრადიციით იგი ოჯახის ყველა წევრმა უნდა იგემოს.
მთიულეთი ჰავით არს ფრიად კეთილი და მშვენიერი წყარო წყლითა და მწვანითა. პური ნოყიერი, ეგრეთვე ქრთილიცა. კაცნი ჰაეროვანი, ხნენი და ბრძოლნი, ერთგულნი. ქალნიცა მშვენიერნი. და არს პატიოსნება მათ შინაესა. ბაზალელები გამხდარან ხევსურებიც. ისინი არხოტიდან აუყრიათ და სოფელ მლაშეში გაუსახლებიათ. აქ მათ მოიტანეს თავიანთი ყოფა და ტრადიციები, ზნეჩვეულებანი, რომელსაც შეძლების დაგვარად დღესაც აგრძელებენ. ხევსურები ვართ, ჩამასულები ვართ არხოტიდან. მე ვიყავი 27 წლის, როცა აქ ჩამოგოსახლეს 60-იან წლებში. სოფელ მლაშეში გავიზარდეთ არხოტში. ჩვენი წინაპრები იქ ცხოვრობდეს. სოფელ ამღაში. იქ ხნავდეს, თესავდეს, ცხარი ძროხა ჰყავდა ბევრი. ხელსაქმობდეს ქალები, აი ამას აკეთებდეს და იცმევდეს, ჩვენც გვაცმევდეს. ეს არის, როცა მე 7 წლისა ვიყავი, მაშინ დედაჩემო მოკარგა და ჩამაცო. ეს კიდე არის ბებია ჩემისა. იმის ხელით არის დართული და მოქსეული ჩვენი წინაპრებისა. ესენი სუიმათ ნახელარებია. აი ესი სადიაცო არის ქალისა. ესაც იმათი ნაცვამია. ამას იყენებდეს, ამას ჩეჩავდეს. მერე ართავდეს და მერე ქსელავდეს. და ქსოვდეს ყდაზე, ყველაფერი ყდაზე იქსებოდა თავის ხელით დართული. ფერები ბუნებრივია, ბალახებში ღებავდეს. ეხლა რაც არის, იმას ქიმიურებში ღებავენ და აღარ არის ჩვენებური. თხის ბალახი არც არის აქა და არც შეღებავს. აქაური ბალახი, ეს სხვანაირი ბალახია, რასაც ვიყენებდით. ეს ჩემი მოკარგულია. ცოტა ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, როცა ეს მოვკარგე. და მე ვთქვი, რომ დარჩეს, იქნებ გამოადგე შვილებს, შვილიშვილებს, იმათ შვილებს. თუ არ გამოიყენებენ და ხედავენ მაინც. ეხლა ესენი აღარ არის, ამას აღარავინ იცნობს, ხოლო თავი სკივრში გვიწვია ესენი. და ხანდახან ავხდით ხოლმე და ჩავხენებ ამას. ეხლა ჩემი შვილი აგრძელებს ამ ხელსაქმეს. ჩემგან ისწავლა. სამი გოგო მყავდა, სამივე იციან ხელსაქმე. ძალიან მიყვარს კარგვა. დედაჩემისგან ვისწავლე ეს ხელობა და ეს ფერები ძალიან მომწონს, რა თქმა უნდა. ძველად უფრო ლამაზი ფერები იყო. ახლა აღარ არის ისეთი ფერები, მაგრამ მაინც ვაგრძელებ ამ ტრადიციას, რომ არ დაიკარგოს და შემორჩეს ისევ. ეს არის ჩემი ნახელავი. გოგოჩასაც მერზე, აი ესე. ორნამენტებს არ ვიმეორებ. ორნამენტები არის სხვადასხვანაირი. ამას ძველ ნამუშევრებიდან უყურებ, ძველ ნამუშევრებს და ვცდილობ, რომ იმ ფერებს მიამსგავსო და იმ ორნამენტებს მიამსგავსო, რაც ძველად